მეოთხე, წერილი მასვე. შენ ამბობ, რომ იესო, რომელიც ყველაზე მაღლა მყოფია, არსით ყოველი ადამიანი ვითაა განწესებული. აქ იგი ადამიანად იწოდება, არა როგორც მიზეზი ადამიანთა, არამედ როგორც მთელი თავისი არსით ჭეშმარიტად ადამიანად მყოფი. ჩვენ იესოს არ განსაზღვრავთ ადამიანური საზომით, არც მხოლოდ ადამიანია. მხოლოდ ადამიანი არც იქნებოდა ზესი, არამედ ჭეშმარიტი ადამიანია, გამორჩეულად კაცთმოყვარე. ადამიანებისათვის ადამიანთა არსისაგან არსქმნილი ზეარსია, არანაკლებ ახსილია ზეარსობით, მარადიული ზეარსია მთელი მისი სავსეობით. ჭეშმარიტად არსით მოვიდა და ზეარსი არს იქმნა და ქმნა ადამიანური ზეადამიანურად. ამას ცხადყოფს ქალწული ზებუნებრივად მშობელი და წყალი უძვრელი, ნივთიერთა და მიწიერთა ფეხთა სიმძიმის შემკავებელი, რომელიც კი არ განიპო, არამედ ზებუნებრივი ძალით დაუქცევლად იდგა. ვის ძალუც ჩამოთვალოს სხვა დანარჩენიც, უმრავლესი საქმენი. ვის ჩაჯდება? ღვთაებრივად მხედველი ზეგონებით შეიცნობს, რომ ის, რაც იესოს კაცთმოყვარეობით დამტკიცებულია, უკუმტკიცების ზეაღმატებული ძალის მქონეცაა და მოკლედ რომ თქვათ, იესო არც ადამიანი იყო, არც ვითარცა არადამიანი, არამედ ვითარცა ადამიანთაგან ადამიანზე აღმატებული ზეადამიანი, ჭეშმარიტად ადამიანად შობილი და ბოლოს ქმნა საქმენი საღმრთონინ, არა როგორც ღმერთმა, საქმენი ადამიანური, არა როგორც ადამიანმა, არამედ განკაცებული ღმერთის ღმერთკაცობრივი ძალით ჩვენს შორის მცხოვრებმა.